უშვილობა, ბედის ვერპოვნა შეიძლება 55 წლამდე ისე მივიდეს, როგორც ქალბატონი, ასევე მამაკაცი ვერ გათხოვდეს და ვერ დაქორწინდეს. მუდმივი დეპრესია და აპათია, რასაც არ უნდა აკეთებდე, ვითომ ხელი გემართება, მაგრამ ბოლოს მაინც არ გემართება ხელი. რამდენ მამაკაცთან ქალბატონს არ უნდა შეხვდეთ, მაინც კრახით მთავრდება ურთიერთობები. მშობლიურ სახლში, სადაც ხარ, თითქოს გიყვარს ეს სახლი, მაგრამ იქ თავს ვერ გრძნობ კარგად, თითქოს გახრჩობენ. ავადმყოფობა ხშირი, ქალების შემთხვევაში საშუალოსნო ავადმყოფობა, კისტები, მამაკაცის შემთხვევაში სმა, ბანკო და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი არის ნეკრომაგიისა, რაც თითქმის ადამიანების, ნეკრომაგიით, ვინც მოდის ჩემთან, 99.9% აქვს. როდესაც თქვენზე არის გაკეთებული ან წარსულში თქვენს ოჯახზე არის გაკეთებული ჯადო, ნეკრომაგია, ვიმეორებ. ნეკრომაგია არის კიდე სხვადასხვანაირი, კი კეთდება საფლავში, მაგრამ სხვადასხვანაირად კეთდება. არის როდესაც რაიმე ნივთს გადაგრეხილს აკეთებენ, ეს იქნება სანთელი, ეს იქნება თქვენი ნივთი, ეს იქნება უბრალოდ ქაღალდი, ეს იქნება უბრალოდ ძაფი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს დაეკეტოს ბედი, არ ჰყავდეს შვილი და ვერ გათხოვდეს. თქვენ იცით, რომ ძირითადად ოჯახში, როდესაც ნეკრომაგია კეთდება, ერთ-ერთი ადამიანი იღებს თავის თავზე ენერგეტიკულად ყველაზე მეტად ნეკრომაგიას და ძირითადად ესენი არიან ხოლმე ქალბატონები სამწუხაროდ. რადგან ჩვენ გვაქვს საშუალოსნო და ასე შემდეგ, ჯადოს პირველ რიგში ქალები ვიღებთ. შემდეგ უკვე მამაკაცები და მამაკაცები არიან ხოლმე საშინო მდგომარეობაში. ასევე ძირითადად კლიენტების 99%, როდესაც უკვე დიდია, მაგალითად 20-დან 50 წლამდე ხო ჩემთან მოდის, მეუბნება, რომ აი მამა დაიღუპა ძალიან ადრეულ ასაკში, 40 წლის, 45 წლის, 38 წლის, ხო, გული გაუსკდა, ცუდად გახდა. ძირითადად ნეკრომაგია ყოველთვის არის გაკეთებული ძირითადად საყვარლის ან მათივე ოჯახის წევრის ან ნათესავის მიერ. რაც ჩამოგითვალეთ, იჩენს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს. სამწუხაროდ.